ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, გუშინ აი ამ კადრების ნახვა და მე პირადად ვფიქრობდი იმაზე, რომ აი ევროპაში ეგეთი რამე ხო არ მოხდებოდა. კარგია რომ ეს როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის მართლობა, საუბრობ ზუსტად ამაზე, რომ სახელმწიფო მოძრაობს და ემსახურება თითოეულ მოქალაქეს, ხომ? და აკეთებს ყველაფერს. ადამიანი არის მთავარი მათთვის არის ადამიანი, მისი უფლებები, გინდათ სოციალური უფლებები, აქვს თუ არა ადამიანს შემოსავალი, როგორ პირობებში ცხოვრობს, ბავშვები, მიუხედავთ იმისა, რა შემოსავალი აქვს ოჯახს, დადიან თუ არა სკოლაში, იღებენ თუ არა მაღალი ხარისხის განათლებას, იღებენ თუ არა სამედიცინო მომსახურებას და ასე შემდეგ, ხომ? აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე. აი როდესაც ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით, მამას ვამბობთ, რომ ადამიანები არასოდეს აღარ ჩავარდნენ ესეთ მდგომარეობაში და დღეს ჩვენ რას ხედავთ, ხომ? ხელისუფლებისთვის ეს ადამიანები არაფერი არ არის. არც ერთი ადამიანი, ხომ? ისინი გარდა იმისა, რომ აი ხლა ესეთი ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან, ხომ და თქვენ სწორად აღნიშნეთ, თვითონ ეს ბავშვები, ხომ? ანუ წარმოიდგინეთ, ბავშვებს ანახეს კიდევ ეს ყველაფერი, რაც არის ძალიან რთული აღსაქმელი მათთვისაც. სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი უსაფრთხო სივრცეა და როცა აი ამას აჩვენ, მე სულ ამაზე ვფიქრობ, მართლა აი თვალებიდან და თავიდან, ტვინიდან, ვეგონებიდან ვერ ვიშურებ ამას, რომ აი ამ ბავშვებს აჩვენეს როგორ დაუნგრიეს სახლი. ყველა სხვას რომ თავი დავანებოთ. აი სემატყება და წიოკიც რო აჩვენეს კიდე. და როცა საუბარი არის იმაზე, რომ ხო, შემდეგ უკვე მთლიანად სახელმწიფო მანქანა ჩართეს. ხო, მთელი სისტემა ჩართეს ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის მოქალაქის წინააღმდეგ და მათ შორის პროპაგანდაც, ხო? კლავ პროპაგანდა, როდესაც ამბობენ იმას, რომ ეს საოცარი განცხადება ქონდა კახა კალაძეს, რომელმაც თქვა, რომ ესო ჩვენ საერთოდ არ გვეხებაო, ვითომ რა ვიცი, ახლა თბილისში რაც ხდება, აბა ნიუ-იორკის მერს ეხება, მაგრამ აქ კიდევ საუბარი და გარდა იმისა, როცა ამბობს, რომ ის იყო ავარიული შენობა იყო, ამ დროს მოსახლეობა სრულიად სხვა რამეს ყვება და იცით რა არის კიდევ ერთხელ მათი მიზანი რომ ყოფილიყო ადამიანების დაცვა და ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა და ადამიანის უფლებების დაცვა, აი ესეთ მდგომარეობაში ეს ადამიანები არ იქნებოდნენ, ხო ესეა? ანუ სახელმწიფოს მიზანი დღეს არ არის და რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ კონკრეტულ ადამიანებზე, იმან ამდენი ათასი აიღო, ამან იმდენი ათასი და თვითონ ამას ამ თანხას ხარჯავენ, მე მგონი ერთხელ რომ შედიან სუპერმარკეტში, ხო? უზარმაზარ ინფორმაცია და ტყუილი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფულს აკეთებენ, ყველა კორუფციაშია ჩართული, ბინებს ყიდულობენ ევროპის დედაქალაქებში, ისეთ ტანსაცმელს, ისეთ მანქანებს, ისეთ პირობებში ცხოვრობენ, წარმოიდგინეთ და ამ ადამიანებს ედავებიან რამდენიმე 1000 ლარს და ამაზე საერთოდ როგორ ბედავენ ამის თქმას. აი ესეთ სიღარიბეში რომ ცხოვრობს ხალხი და ელემენტარულად მართლა ოდნავ შესაძლებლობა როგორც კი აქვთ რომ რაღაცა შემოსავალი მიიღონ, მათ შორის ევროპაში წავიდნენ და იქ რამდენიმე თვის განმავლობაში ამასაც უკარგავენ და თვითონ აი ერთეულები მართლაც ვინც მდიდრდებიან, ვინც ახლოს არის ქართულ ოცნებასთან, თვითონ ესე იგი ისე ცხოვრობენ რომ აი ეხლა ერთმანეთს რომ დაერივნენ და ერთმანეთის დაჭერა რომ დაიწყეს, ეხლა კიდევ უფრო აშკარად მივხვდით რა ქონებაზე არის საუბარი, რა ფულზეა საუბარი. ახლა ჩვენთვისაც კი აი თითქმის ყოველ კვირას ვაქვეყნებ კონკრეტულ თანხებზეა საუბარი. კონკრეტულ ტენდერზე, ან ტენდერებზე ინფორმაციას გამოძიებას, ხომ და ჩვენთვისაც შოკის მომგვრელია. ანუ თვითონ ახლა თავისიანების ფულის მოკითხვა რომ დაიწყეს და ზოგის დაპატიმრებაც რომ დაიწყეს, რა ქონება, რა შექმნეს, რამდენი წელი იმუშავეს, რამდენი მოიპარეს ქართველი ხალხის ფული, წარმოიდგინეთ და ახლა ხო და ახლა ამის გამო ერთმანეთს ეჩხუბებიან და კიდევ ჩაგრავენ ყველაზე დაუცველ ფენას ჩვენი მოქალაქეების. სოციალურად დაუცველები არიან ეს ადამიანები. აი
ეს უტიფრობა და ეს უნამუსობა მე არ ვიცი რა საზღვარი აქვს ამას. ხო არა აქვს აი საზღვარი ამ ყველაფერს, მართლაც როგორ ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ხალხს და კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ამ ევროპას, ხომ? ეს ვერასოდეს ვერ მოხდება ევროპაში. და იქ მათი უფლებები და საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იქნება ასეთ გამოსახლებას ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვნახავდით, რაც ცხადია ამ ძომამდე ადამიანებს არ მიიყვანდნენ და ზოგადად ეს პრობლემა, აი საცხოვრისის პრობლემა და ჩვენ ქვეყანაში ამდენი წელია დევნილები არიან და ვერ მოგვარდა მე დღეს მაყურებელს მოვასმენინე ივანიშვილის დაპირება ამასთან დაკავშირებითაც როგორი იყო და ესეც როგორ ჰაერში დარჩა, ასე საფნის ბუშტივით გასკდა. ეკა, მე მინდა აუცილებლად კითხოთ ამ საფრთხეზე, რომელიც ახლა გვემუქრება ოცნების ხელისუფლების დამსახურებით გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერებას და ენა ევროკავშირის უკვე როგორია. აი დღევანდელი განცხადება ევროკავშირის პრეს-სპიკერის ძალიან რაღაც მე განსხვავებულად მეჩვენა ყოველ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული იყო იქ რაღაც ფრაზები. თავი აარიდონ პროვოკაციულ და პირად თავდასხმებს. აქ სავარაუდოდ იყო საუბარი ჰერჩინსკიზე, კალაძემ რო თქვა რომ მე პირადათო მასო გავაძევებდიო. შეცდომაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს ქართული ოცნების ბრალდებები და განცხადებებიო. რუსული სტილის შეთქმულების ანუ ყველაფერს დაარქვეს თავისი სახელი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ეკა? აი რა როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ მოქალაქეები? ეს ნიშნავს არის თუ არა ეს პრელუდია იმისი რომ მართლაც დადგება ის დღე? როდესაც გაგვიუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას. ხო, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეიძლება ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ არ იცის რამხელა შრომა ჩაიდო იმაში და ბევრი წინა ყველა მთავრობის მოდით ასე ვთქვათ და ბევრი საჯარო მოხელის მიუხედავად იმისა ვინ იყო მთავრობაში ხომ იმხელა შრომა ჩაიდო იმისთვის რომ საქართველოს მიეღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ეს არის უდიდესი შრომა მართლა აი დღე და ღამე შრომობდნენ ადამიანები საქართველოს მოქალაქეები იმისთვის რომ ჩვენ ეს მიგვეღო ხომ ეს განცხადება ნიშნავს იმას რომ ეს საფრთხე უკვე არის ძალიან სერიოზული ხომ და ჩვენ რომ შევხედოთ ამ ყველაფერს ანუ აქ უკვე აღარ არის საუბარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხომ საქართველოს როდესაც მიიღო მან უვიზო მიმოსვლა ქონდა კონკრეტული კრიტერიუმები რომელიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს მაშინ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა ისევე როგორც სხვა ქვეყანა ვინც მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და ახლა უკვე აი ეს დააკმაყოფილებული კრიტერიუმები აღარ არსებობს ხო ანუ ამაზე არის საუბარი ან ჩვეულებრივად არის იყო ტექნიკური მოთხოვნები რომელიც თავის დროზე როდესაც მთავრობამ შეასრულა არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ ქონდა და დღეს თურმე აღმოჩნდა რომ დღეს არის ეს პრობლემა ხო ანუ იგივე ტიპის საკანონმდებლო ბაზა რო გქონდეს როგორიც ჩვენ გქონდა წლების წინ როდესაც მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია რომლითაც ასე ამაყობდნენ ჩვენი დამსახურებაო ამბობდნენ და თავი მოქონდათ ამ ყველაფერს მათი დამსახურება ახლა გიორგიევსკის ახალ ტრაქტატს გვთავაზობენ ვიზა ლიბერალიზაციის და ევროკავშირის ინტეგრაციის საპირწონედ გვთავაზობენ გიორგიევსკის და ეს ერეკლე მეორესგან განსხვავდებიან ის ადამიანები ვინც ამას გვთავაზობენ ხომ იმიტომ რომ ისინი პირდაპირ მოღალატეები არიან რა და თავს ნუ შეადარებენ ახლა ერეკლე მეორეს ნამდვილად სასაცილოა ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ჩვენ რომ ვილაპარაკოთ რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რა თქმა უნდა, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება და მხოლოდ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისთვის, ეკა და აუცილებლად უნდა კითხოთ შემდეგ უკვე მეგობარი აქტთან დაკავშირებით, ჯერ ამაზე მითხარით, აი როგორ გავაკეთოთ ეს? იმიტომ რომ არაფრის დათმობას არ აპირებს ქართული ოცნება, არც ერთი პირობის შესრულებას არ აპირებს ქართული ოცნება პირიქით კაცო გავაძევებდიო ჩემინება რო იყოს გავაძევებდიო ანუ პირიქით უფრო და უფრო იზრდება აი ეს მანძილი და უფსკრული
ქართულ ოცნებასა და ევროკავშირს იცით რა არის, მე მგონია რომ ძალიანაც ნერვიულობენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს შეეხება ყველას და ძალიან კარგად ხვდებიან რომ პირველ რიგში თავისივე მომხრეებში ექნებათ პრობლემა. ამიტომ ხა თავიდან მათ პროპაგანდისტულ ხაზს რომ შევხედოთ, დავინახავთ რომ ძალიან შერეული მესიჯები იყო. ჯერ კაცები გამოვიდნენ და თქვეს რომ გათხოვება არ გვინდაო, შემდეგ რაღაცა ხო გვეშინია გათხოვებისო, თავის თავზეც აიღეს ეს საფრთხეები, ხო? ნუ წარმოუდგენელი ამბავი იყო. შემდეგ უკვე რაღაცა სხვა მესიჯებზე გადავიდნენ, ხომ? ანუ ვხედავთ რომ ცოტა არეულები არიან, იმიტომ რომ თავისივე მომხრეებთან პირველ რიგში მათ ექნებათ პრობლემა, იმიტომ რომ იქ არიან 80%-ზე მეტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირში ინტეგრაციას ხარს უჭერს და რა თქმა უნდა მათ შორის არიან ქართული ოცნების თუ დარჩა ასეთი კიდევ ვინმე მხარდამჭერები. რა თქმა უნდა იმ 200,000-ზე მეტ ადამიანს რომელიც წლის განმავლობაში ევროპაში მოგზაურობს, იქ ქართული ოცნების მომხრეებიც არიან. რა თქმა უნდა 1,4 მილიარდი, როდესაც ირიცხება ფული ჩვენი ემიგრანტებიდან აქ, ხომ, საქართველოში, რაც არის რუსეთზე ბევრი და მხოლოდ იტალიიდან ირიცხება უფრო მეტი ფული. პირველ ადგილზე გადაინაცვლა ევროკავშირიდან გადმოდიან. იტალია საბერძნეთი მე როგორც მახსოვს არის კი ბატონო და აქ არიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხმას აძლევდნენ ქართულ ოცნებას, ხომ? როდესაც საუბარი არის კიდევ ერთხელ რაღაც გულშემატკივრობაზე, იგივე ჩვენი ფეხბურთელების, ხომ? აქ ყველა პარტიის წარმომადგენელი და ყველა პარტიის მომხრე იყენებს ამ ყველაფერს, როდესაც ვიღაცა მიყავს სამკურნალოდ ევროპაში, აქაც ყველანაირი ადამიანია და ყველა პარტიის მომხრე, ხომ? ამ შესაძლებლობას მოკლებული იქნებიან თვითონაც. ამ შესაძლებლობას მოკლებული ხარ თქვენ კითხვას რომ ვუპასუხო, როგორ კიდევ შეიძლება რომ ზეწოლა მოვახდინოთ, ქართულ ოცნებას ეშინია ქართველი ხალხის. ყველაზე მეტად, რაც არ უნდა ადამიანებმა ილაპარაკონ, რომ აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას, გარეთ ქუჩაში გამოსვლა. მე მგონია რომ პროტესტი ამაზე უნდა იყოს ძალიან დიდი. ყველანაირად აქვს და ის ვიზა ლიბერალიზაციაც რომ ამდენი ხნის განმავლობაში კიდევ შეგვინარჩუნდა და სერიოზულად აქამდე არ ყოფილა ლაპარაკი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი იყო აქტიური. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ევროპული მომავალი და იგივე ვიზა ლიბერალიზაცია. ეგ აუცილებლად მინდა კითხოთ და მოკლედ შეძლების დაგვარათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემდეგი სტუმარი გიორგი სიორიძეა და გიორგისთანაც მინდა ამ თემებზე ვისაუბრო. მეგობარი აქთან დაკავშირებით აშკარად საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა პროპაგანდისტული არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დამთავრდა და მეგობარ აქს აღარ მიიღებენ შეერთებულ შტატებში. სინამდვილეში რა ხდება? აი რეალობა რა არის? ეს რომ უთხრათ მაყურებელს, იმიტომ რომ ვიცი თქვენ ეს თემები ძალიან კარგად. ხომ, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ვიცით რომ მეგობარ აქტის განხილვა იყო დაჩქარებული წესით, გადაწყვეტილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 წევრი არის სენატში და 100-ვე წევრის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რომ ის მიეღოთ მაგალითად სწრაფად აგვისტოში. და პირდაპირ მოეწერა ტრამპს ხელი. პირდაპირ მოეწერა ტრამპს ხელი, ხო? ანუ ყველა 100-ვე კაცის თანხმობა იყო საჭირო. ჩვენ ვიცოდით კიდევაც რომ რამდენიმე წევრი შეიძლება წინააღმდეგი ყოფილიყო და ამ შემთხვევაში თუ ეს დაჩქარებული წესი არ მოხდებოდა, მაშინ ჩვეულებრივი წესით მოხდებოდა ამ აქტის განხილვა. ეს არის უკვე ოქტომბერში, როდესაც ჩვეულებრივი უმრავლესობა სენატის წევრების მას დაჭირდება. განხილვა იქნება და განხილვის შემდეგ მოაწერს. ახლა უკვე ვიცით რომ 100 კაციდან მხოლოდ 3-ია წინააღმდეგი. ანუ როდესაც სენატში კენჭისყრაზე გავა ის ოქტომბრის პერიოდში, ამ დროს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამ აქტის მხარდაჭერას ეყოლება.